ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ზუგდიდელ კოლეგებს შეხვდა. გიორგი კეკელიძემ ელექტრონული განვითარების სინდიკატის პრეზენტაცია გამართა. ელექტრონული განვითარების სინდიკატი მონაცემთა შენახვის, დაცვისა და გაზიარების ერთობლივ სისტემას წარმოადგენს, რომელმაც საშუალება უნდა მისცეს რაიონული ბიბლიოთეკების მომხმარებელს ელექტრონულ ფორმატში გაეცნოს სხვადასხვა სახის ლიტერატურას. ეს გახლავთ ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ დაფუძნებული პროექტის ელექტრონული განვითარების სინდიკატის ერთ-ერთი პრეზენტაცია, რომელიც ზოგადად ითვალისწინებს იმას, რომ რეგიონული ბიბლიოთეკები მიუერთდნენ საერთო ელექტრონული ბაზების შექმნის პროცესი მოიცავს ერთი მხრივ ბუნებრივია ამ ბაზების შექმნას, მეორე მხრივ აქტუალიზაციას, ანუ მოსახლეობაში გატანას, პოპულარიზაციას, ღონისძიებების გამართვას და ასე შემდეგ. ამ მხრივ ზუგდიდის ბიბლიოთეკას უკვე აქვს ბუნებრივია ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგმული, იქიდან გამომდინარე კომპიუტერი მომხდარია ამ ბიბლიოთეკაში, თუმცა სხვა მხრივ ჭირდება დახმარება, ეს იქნება თქვათ მეთოდური თვალსაზრისით თუ უშუალოდ ახალი ტექნოლოგიების გაცნობის თვალსაზრისით და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ერთიანი ელექტრონული ბაზა ინტრანეტის სახით, სადაც რაიონულ ბიბლიოთეკებს საშუალება ექნებათ ინტერნეტში განთავსებული წიგნების საშუალებით მომსახურონ საკუთარ მკითხველებს. ეს ბიბლიოთეკები მეთოდურ კონსულტაციებთან ერთად მომარაგდებიან საჭირო ტექნიკური მოწყობილობებით. ის ორგანიზებასაც გასწევს ელექტრონული ბიბლიოთეკა. ასევე შეიქმნება ერთიანი ელექტრონული ბაზა ბლოგების და სხვა სახით, სადაც მათ მიეცემათ საშუალება განათავსონ მასალები, რომელსაც პოპულარიზაციას გაუწევს ეროვნული ბიბლიოთეკა. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, იმიტომ რომ საფუძველი ეყრება ერთობლივ თანამშრომლობით საქმიანობას პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ჯგუფი გენერალური დირექტორის ბატონი გიორგი კეკელიძის ხელმძღვანელობით და აქ გაგვაცნობენ იმ პროექტს, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ და რომელშიც ჩავერთვებით. ეს არის საოჯახო ალბომების ელექტრონული ბიბლიოთეკის გაკეთება, ელექტრონული ვერსიის გაკეთება, მოგვიწევს ჩვენს რაიონში მოძიება საოჯახო ალბომების, მათი სკანირება და ჩართვა იმ საერთო ერთიან ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. პრეზენტაციის ბოლოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკას საჩუქრად კომპიუტერი და სხვადასხვა დასახელების ლიტერატურა გადასცეს.